დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტის უმწვავესი დებატები გახსნა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც ისაუბრა ევროკომისიის სახელით და დაგმო ბიძინაევანიშვილის რეჟიმის ავტორიტარული მმართველობა და რაც ყველაზე საინტერესო იყო, ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ევროკომისარი მაიკლ მაკგრანტი, რომელმაც ევროკომისიის სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არის პრაქტიკულად ფურცელი და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული ქართული ოცნების მმართველობის გამო. მაიკლ მაკგრანტმა დაგმო ქართული ოცნების რეპრესიული კანონები და პირდაპირ თქვა ის, რომ ახლა ევროკომისიაში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სანქციებთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირმა მხარი დაუჭირა ვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას, მაკგრანტმა დაადასტურა ის, რომ მას შემდეგ რაც ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, ეს უფრო მეტად გაამარტივებს ევროკომისიის ძალისხმევას, სანქციები დაუწესონ კონკრეტულად იმ პირებს, საუბარია სავიზო სანქციებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას და რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, სანქციები ევროკავშირის დღესწესრიგიდან არ მოხსნილა და დიდი ალბათობით ევროკომისია უკვე გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. რაც შეიძლება სწრაფად პასუხისმგებლობა დააკისროს, რომ კონკრეტულად ბიძინაევანიშვილს, მის უახლოეს გარემოცვას, მინისტრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყველა, ვინც ერთი მხრივ აჩერებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და მეორე, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. The scale of the political and human rights crisis. პოლიტიკური და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული კრიზისი კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. ევროკავშირის გაფართოების ანგარიში მკაფიოდ იყო აღნიშნული საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ისევე როგორც ხელისუფლების ანტი-ევროკავშირის რიტორიკა, რაც კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა. კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევა, შემზღუდავი კანონმდებლობის მიღება და სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება, ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა. ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენი კარი კვლავ ღიარჩება თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს. And demonstrate a resolute commitment to return to the EU accession path. არ შეგვიძლია ვიყოთ რუსი ჯაშუშის პარტნიორები. ეს განცხადება პოლონელმა ევროდეპუტატმა მალგოჟეტა გოშიევსკამ გააკეთა დებატების დროს. მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ბიძინაევანიშვილისა და პუტინის რეჟიმის სიახლოვესთან დაკავშირებით. საუბარი იყო, რა თქმა უნდა, BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟზე, რადგან ევროპარლამენტარების უმეტესობამ სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება დებატების დროს და მათ მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. პრაქტიკულად მათთვის ეჭვ აღარ იწევს ის, რომ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა აკრძალული ნივთიერება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, უბრალოდ ახლა მათაც სჭირდება დასტური იმისა, იყო თუ არა ეს ნივთიერება კამიტე და ამიტომაც იქიდან გამომდინარე, რომ ბრიუსელი არ ენდობა ქართული ოცნების მიერ ჩატარებულ გამოძიებას, ევროპარლამენტარებმა თითქმის უმრავლესობამ მოითხოვა საერთაშორისო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება. მათ მოუწოდეს ერთი მხრივ ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, რომ ამ მიმართულებით გაძლიერონ ძალისხმევა და იმუშაონ იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხედველობაში მიიღონ გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის დროს ქართული ოცნების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სავარაუდო ქიმიური ნივთიერების გამოყენების ფაქტი და დაიწყონ გამოძიება. ბიძინაევანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და არც ეს დებატები იყო გამონაკლისი. ევროპარლამენტარებმა მოითხოვეს რეჟიმის დასანქცირება, რადგან ფიქრობენ, რომ სანქციები არის ის ყველაზე მძლავრი ბერკეტი, რომელიც ახლა არის ბრიუსელის ხელში და რომელიც ყველაზე მეტად დაარტყავს ბიძინაევანიშვილისა და მისი გარემოცვის ფინანსებს. Imagine a substance that robs you of წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც სუნთქვის უნარს გართმევს, კანს გწვავთ, ხველას და ხებინებას იწვევს და არა მხოლოდ რამდენიმე წუთით ან საათით, არამედ დღეებისა და კვირების განმავლობაში. ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის კამიტის შედეგები. დღეს ჩვენ დამოუკიდებელ ცნობებს ვკითხულობთ, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მისი ევროპაში გამოყენება კვლავ მოხდა. ამ ცნობების თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ იგი წყლის ჭალში შეურია და გამოიყენა არა დამპყრობელი არმიის, არამედ
საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. და რატომ? იმიტომ რომ უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქართველი ხალხი დემოკრატიული რეჟიმის, კანონის უზენაესობის და რაც მთავარია ევროპული მომავლისთვის მშვიდობიანი პროტესტის გამართვას ბედავს. მოდით მოვიწვიოთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ქართული ოცნების მთავრობის მიერ მსგავსი ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. მოდით საბოლოოდ ნამდვილი და მიზანმიმართული სანქციები დავაწესოთ, არა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტის მფლობელ რამდენიმე პირზე, არამედ თავად დე-ფაქტო მმართველ ივანიშვილზე და მის ყველა თანამზრახველზე, რომლებიც ასეთ საშინელ დანაშაულში მონაწილეობენ. საუბრობ როგორც პოლონელი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს სრემსადენი აირის სუნი და როგორც საქართველოს მეგობარი. საქართველოსი, რომელსაც იპარავენ არა ტანკებით, არამედ თაღლითობით. საქართველოში არსებული კრიზისი პოლიტიკური არ არის, ის კრიმინალურია. რეჟიმი ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებსაც ევროკავშირის დროშები უჭირავთ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმოქმედა მათ სანქციები შემოიღეს ივანიშვილის წინააღმდეგ. თავისი სახელი დაარქვეს მას, რუსი, რომელიც საქართველოში გაბატონდა საქართველოს სუვერენიტეტის გასანადგურებლად. არ შეგვიძლია პარტნიორები ვიყოთ რუს ჯაშუშთან. სწრაფად ქმედება გვჭირდება. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შემოღება გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტ აგრესიას დავინახავთ. I would like to draw your attention. სურს ყურადღება მიაქციოთ BBC-ს ცოტა ხნის წინანდელ გამოძიებას. ისავლენს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან ქიმიური ნივთიერება გამოყენებული იყო პროტესტების ჩასახშობად 2024 წელს. ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭავლში გაურიეს. ეს გამოძიებული უნდა იყოს. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ. საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიცირება მოახდინონ. ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ. ეს აჩვენებს, რომ BBC-ს მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. ევროპარლამენტარები ღიად ხედავენ, რომ საქართველოში ბელორუსის მსგავსად ელექტორალური ავტოკრატია ჩამოყალიბდა და ისრეც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის თავიდან ბოლომდე რუსული სახელმძღვანელოდან გადმოტანილი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ევროპარლამენტარების თქმით, ზუსტად ისე მოქმედებს, როგორც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, როგორც მოქმედებს პუტინი და ლუკაშენკო. ამიტომაც ევროპარლამენტარების ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილი და მათ შორის აკრიტიკებენ ევროკავშირს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის არადემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ არ მიიღეს სათანადო ზომები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ამბობენ ევროპარლამენტარები, რადგან ღიად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთი საქართველოს იპყრობს არა ტანკებით, არამედ რუსი ჯაშუშის მეშვეობით, რომელიც არის მათი თქმით ბიძინა ივანიშვილი. ამიტომაც ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილს ერთი მხრივ შეწყვიტონ დემოკრატიული უკუსლა, შეწყვიტონ დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, რადგან ეს არის მიუღებელი კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან და მეორე მხრივ მოუწოდებენ ბრიუსელს გააძლიერონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე. დემოკრატიის შემცირება, რომელიც აღინიშნება სახელმწიფოს მიტაცებით, სამოქალაქო საზოგადოების სასტიკი რეპრესიებით და საარჩევნო თაღლითობით, ყველასთვის შემაშფოთებელი უნდა იყოს. საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავება გვახსენებს, რომ მტკიცე სამეზობლო პოლიტიკა და გაფართოების პოლიტიკა უნდა იყოს ცხადი, სანდო და პირობითი. უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათ, ვინც ძირს უთხრის ამას და გვერდში უნდა ედგას მათ, ვინც ევროპას ირჩევს, საქართველოს შესანიშნავი ხალხი. რასაც საქართველოში ვხედავთ, კლასიკური რუსული სახელმძღვანელოა, თავისი სახელი უნდა დავარქვათ ამას. რა ხდება რეჟიმში, როდესაც ვკარგავთ დემოკრატიულ ძალებს და ძალაუფლებაში პრორუსული ძალები მოდიან? რა ხდება, როცა ჟურნალისტებს აპატიმრებენ? ჩვენ აქ უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებთ, როგორც არაფერი, მაგრამ ეს ხალხი იმ რეჟიმის პირობებში ცხოვრობს, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ისინი არ ნებდებიან. ამიტომ ჩვენ როგორც ევროკავშირს პასუხისმგებლობა გვაქვს იგივე სიმამაცე გამოვიჩინოთ ამ მამაცი ხალხის მიმართ და ნამდვილად წინააღმდეგობა გავუწიოთ მათ, ვინც ხალხის რეპრესირებას ახდენს. უნგრეთთან ერთად საქართველო ელექტორალურ ავტოკრატიად და ოლიგარქიულ ერთპარტიულ დიქტატურად იქცა. ეს აისახა ახალ რეგულაციებში, რომელიც კრძალავს მშვიდობიან პროტესტ და გამოხატვის თავისუფლებას. განსაკუთრებით საგანგაშოა BBC-ს რეპორტაჟი, თუ დაადასტურა, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური აგენტის სახელად კამიტი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს იქნება ქიმიური იარაღის გამოყენების კონვენციის დარღვევა. დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება არის მნიშვნელოვანი.
რასაც ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ვხედავთ, საარჩევნო პოლიტიკის შეცვლა ეს სრულიად გამორიცხავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მონაწილეობას არჩევნებში. ეს არის საქართველოს მოქალაქეებზე თავდასხმა. უკვე 20 წელია რუსებს საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებული აქვს და ევროკავშირი მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთთან ბედნიერად ვაჭრობდა. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ არის ის, რომ რუსეთის პროვოცირება არ გამოიწვიონ, რადგან ევროკავშირს უსაფრთხოების გარანტიების მიცემა არ შეუძლია. ამიტომ რუსეთთან დაკავშირებით ცვლილებების მისაღწევად ევროკავშირი სამართლიანი უნდა იყოს, სამართლიანი პირობების შექმნას, 3 წლის წინ დაშვებული შეცდომები აღიაროს და დიალოგი დაიწყოს. ევროპარლამენტარების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რის მიხედვითაც პრაქტიკულად ეკრძალებათ და უკრძალავს ქართული ოცნება საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, ემიგრანტებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ ეს არის თავდასხმა საკუთარ მოქალაქეებზე და თავისუფალი სიტყვის კიდევ ერთი ჩახშობის მცდელობა. როგორც მოისმინეთ, საკმაოდ მწვავე იყო დებატები ევროპარლამენტში, გაცილებით მეტი გამომსვლელი იყვნენ ისეთი ევროპარლამენტარებიც, რომლებიც ასე ვთქვათ, ქართული ოცნების მხარდამჭერ გზავნილებს აჟღერებდნენ და ამბობდნენ, რომ ბრიუსელი არ უნდა ჩაერიოს ევროკავშირის საქართველოს პოლიტიკაში, თუმცა ევროპარლამენტარების უმრავლესობა, ძალიან დიდი უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ანტიდემოკრატიული ძალა, ის ევროპარლამენტარები კი, რომლებიც ასე თუ ისე ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის გუნდის პოზიციის გაჟღერებას, ესენი არიან პრორუსული პოლიტიკური ძალები ევროპარლამენტში, რომლებიც არიან პრაქტიკულად გარიყული სხვა პროდასალური ევროპარლამენტარებისგან, ამიტომაც მათი ხმები შეიძლება ითქვას ბევრს არაფერს ყვეთ, შესაბამისად ევროპარლამენტი სრულად თანხმდება იმაზე, რომ ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეჩერება არის აუცილებელი სანქციების მხრივ და მეორე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი.